გამზადია დავით იმედაშვილი. მსჯელობ თემაზე, რამაც თითქმის ყველაფერი გადაფარა. გუშინ ჩვენს ქვეყანაში უпроსწორეთ ეს 2 დღეა. დათო, მე კითხე და მითხარი, რომ უფრო უარესი განცხადება უნდა გავაკეთო. რამდენად ნორმალურია თაკომ ბძანაც ეღარო, აქ მთელი ქვეყანაა თავისი რეაქციები ჩართული, იმიტომ რომ ქვეყანა უნდა წარმოჩინდეს ოლიმპიადაზე. ეს რამდენად ნორმალურია, როცა ტენდერის გარეშე ტარდება ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მე ვეთანხმები თქვენ სტუდიაში მჯდომ ადამიანებს და დათო მართალი ბრძანა, რომ ჩვენ საქართველოში ყავს ის დიზაინერები, რომლებიც სხვა ქვეყნებში გაითქვეს სახელი და სხვა ქვეყნებს ეხმარებიან სხვადასხვა ღონისძიების რაღაც ორგანიზაციაში. დაუცნაური დღეა ოლქიტაშვილი რომ ეთანხმებაო დათო იმედაშვილი. ხო, დღეს ისეთი სიტუაცია რომ ყველა ერთმანეთის აზრზე ვარ. მე ხა ვიტყვი რაღაცას, რომელიც შეიძლება მართლა სენსაცია იყოს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ერთიანი ეროვნული სპორტული ფორმა არ არსებობს. დაზე სომალიასაც აქვს. ეს არის ეს ნუ ვაბრალებთ მხოლოდ ეხა ოლიმპიური კომიტეტს. ოლიმპიური კომიტეტი აცმევს სპორტსმენებს მხოლოდ ოლიმპიადაზე. ეს არის სპორტის სამინისტროს, ესე ქვია ხო ეხა სპორტის სამინისტროს მოვალეობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ერთიანი ეროვნული სპორტული ფორმა. ანუ არ გვაქვს ეს ეროვნული არა გვაქვს ინგა. თემ სოფლიოში ყველასაკ ეხა ნინო გავწევს, იმიტომ რომ შოქში ჩავარდი, როდესაც სომალიასაც აქვს ეს ფორმა და საქართველოს დელეგაციას დღემდე საქართველოს ისტორიაში ესეთი ერთიანი ეროვნული ფორმა არ არსებობს და ნინო დამემოწმება რომ მე მართალს ვიძახი ახლა. ნინო ასეა, ანუ არ გაგვაჩნია ჩვენ ერთიანი ფორმა საქართველოს. დღევანდელ გადმოსახედიდან ესეა, მაგრამ მხოლოდ წელს მოხდა და მეთანხმებია რომ ყველა დიზაინერი გაფრთხილებულები იყვნენ, საყოველთაო კონკურსი გამოცხადდა ამ ნაციონალური ფორმის შექმნის, გამოაცხადა ეს კონკურსი სპორტის სამინისტრომ. ესეც პირველად მოხდა, მაგრამ შემდეგ რა მოყვა ამის განვითარებას ფაქტობრივად. მოიცა ნინო დავაკონკრეტოთ, ანუ ეს თქვენ საუბრობთ სპორტული ერთიანი ფორმის რატომ არ გამოცხადდა და უნდა გამოცხადებულიყო თუ არა კონკურსი ოლიმპიადაზე წამსვლელი სპორტსმენების ჩაცმულობისთვის. მე რას გეკითხებით ხომ ხვდებით? ანუ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით უნდა იქნას ასეთი რამ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, თუ უნდა იყოს სპეციალური კომისია. მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა ხო ეს თანხები გადახდილი. ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ მომხდარა ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომ ყოფილიყო შექმნილი, კარგი იქნებოდა ყოფილიყო ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი ეს კოსტუმი. მაგრამ რაც შეეხება სპორტულ ნაციონალურ ფორმას, ამაზე გამოცხადა, იმიტომ რომ ეს უკვე სახელმწიფოებრივი დავალებაა და სპორტის სამინისტროს და ვერ მიაღწიეს კონსენსუსს კონკურსი რომ გამოცხადა. ბევრი დიზაინერი იყო მოსული, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. რაც გამოაგზავნეს ესკიზები, ისეთი სასაცილოა, თქვენ თვითონ ალბათ მოიწვევთ სპორტის სამინისტროს წარმომადგენელს და გაჩვენებთ ამ ესკიზებს და რომ ვის მოეწონება, მე არ ვიცი. საინტერესოა. მოდით მე პატრონი ვინ არის? ყველაფრის. აი პატრონი. ესე იგი მე რა მაინტერესებს, აი ამ ძეგლი რომ უნდა დავიცვათ. ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დგება ხოლმე ყოველთვის, ეხლა მე კომიტეტს არ ვეხები, მაგრამ თემა ეს არის. ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დგება ხოლმე ზუსტად ეთნოგრაფია, ფოლკლორი და ეს არაერთხელ იყო ინგა გახსოვს ამას წინათ გამოიცა რუსეთში ბატონმა ანზორმა ერთი ამბავი ატეხა ერქომაიშვილმა და სწორადაც ატეხა ქართული საგანძური ჩვენი მეზობლის საგანძურად დასახელდა და გამოიცა რუსეთში. ეხლა რა მოხდება იცით? დაგვიანებულია, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია. სულ ხდება გადაკაჩვა ჩვენი აი საოცარი ფერის და სისადავის და შტრიხის და ორნამენტის სხვები წარმოადგენენ ცოტა ხანში ამიერკავკასიაში ჩვენ ულამაზეს კოსტიუმებს და ჩვენ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? აი მე ვკითხულობ ეთერში ხომ არსებობს ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო. ნუ ეხლა იცით რა, ეს კულტურის სამინისტროს ფუნქციები მე პირადად ჯაზ ფესტივალის მიღმა ძალიან დიდი ხანია ვეღარ გავიგე, მაგრამ და იცი კიდევ რა, ინგა, როდესაც მუზა იყო შერვაშიძე და ჩოლოყაშვილი, ვიღაცას თუ ეს შემთხვევითი გონია, რომ ფრანგი დიზაინერების მუზა რა განა იმ ქართულ ქალბატონს
ქალბატონებზე უფრო ლამაზი ან ისეთივე სილამაზის ევროპაში არ მოიძებნებოდა, ალბათ მოიძებნებოდა. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ იყო ის სისადავე, რაღაცა გენეტიკაში შემოსული, ქართული სისადავე, რომელმაც მინდა გითხრათ, კუჭურიო მოქოქა იმ პერიოდის. ესე უბრალოდ არ ხდება და ჩვენ ასე ხელაღებით და უპასუხისმგებლოდ რა ქნან ამ ადამიანებმა? ან რა სპორტსმენების და კომიტეტის გადასაწყვეტია შტრიხი და სილუეტი. რატომ უნდა იცოდეს? ქავლენინო ისე იცის თავის საქმე. ნეტა ბევრმა ქართველმა იცოდეს. რა თქმა უნდა, ამითი დავიწყე კიდეც ახლა ნინო სალუქვაძე, რომელიც მიდის ოლიმპიადაზე, ჩვენ მასზე და მე მიხარია ერთხელ ხას გავწვა. მისი შვილი კიდე პლუს რო დაემატა, ძალიან დიდი მედებს ვამყარებ, მაგრამ ერთი წუთით რა კითხვა მინდა დავსვა ოქიტაშვილთან, დათოსთან და არჩილთანაც გადმოვინაცვლებ იგივე კითხვი და თაკო თქვენგანაც. რატომ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას მაინც და მაინც ყაბალახი, თავზე ფაფახი, რაღაცა ტომსიკა ხელში, ან თუნდაც ძალიან მაგარი, აი მე მაგალითად გიждდები სუხიშვილების სამოსზე, რითიც ისინი წარმოსდგებიან ხოლმე, წარსდგებიან ხოლმე მაყურებლის წინაშე, მაგრამ აი რატო მაინც და მაინც ეროვნული ფორმები, აი ესეთი რაღაც ძველი საუკუნეების მიერ მოტანილი ეს აუცილებელია, თქვენ ფიქრობთ, იმისთვის რომ ბრენდად წარმოვჩინდეთ მსოფლიოში, როგორც ქვეყანა. ხო, შენ გეკითხე. დებულებაში ერთ-ერთ მუხლად არის, რომ სპორტსმენი უნდა წარმოჩინდეს თავისი ეროვნული სამოსი. სხვა ვიტყვილები, ქალბატონო. უნდა იყოს გრძელი, ბოლომდე დაფარული მკლავებით, იმიტომ რომ იქ საშიშროებაა ამ მუსიკასი და ეს პირველი მოთხოვნა იყო. ეს ვალდებულებაა, რომ გრძელი მკლავით უნდა იყოს, დიახ. კი ბატონო. იმიტომ რომ ის რაღაც ესეთი მოთხოვნება ყო მე თქვენ გეთაყვებით ეს შეიძლებოდა რომ უფრო კარგად ყოფილიყო მაგრამ მე აღარ მინდა ამ თემას შევეხო იქიდან გამომდინარე რომ მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე ჩვენ სპორტსმენებს მინდა უსურვო წარმატებები არავის შემთხვევაში არ იფიქროთ ჩვენ სპორტსმენებს ვაკრიტიკებთ და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ ქალბატონო ინგა და ჩვენც აი სტუმრები ყველა ჩავერთვებით რომ ცოტნეს თავისი საკუთარი იარაღი იქნებ მიცენ ამ ახალგაზრდა ბიჭს და სირცხვილია პირველად მიდის ოლიმპიადაზე რომ ნათხოვარი იარაღით მე მინდა რომ ცოტნე დედამისთან ერთად და სხვა სპორტსმენებთან ერთად სახელმწიფოში საქართველოში დაბრუნდნენ ოქროს მედლით ოღონდ თავისი იარაღი და არა ნათხოვარი იარაღი ეს საოცარი ფაქტია ხო ადამიანი ახალგაზრდა სპორტსმენი მიდის ოლიმპიადაზე რიოში და თურმე ბატონო სამარცხვინო ხო ნუ სამარცხვინო ეხა პირდაპირ თქვა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი თურმე ნათხოვარი იარაღით მოდი ცოტა გამხიარულდეთ შეიძლება კი არა მე იმედი მაქვს რომ ცოტნე მოიგებს და მე შეიძლება რომელიღაცა ქვეყანამ რო ათხოვა იარაღი უთხარო ეს იარაღის დამსახურება და არა შენია კარგით მე გადმოვალ ეხა სტუდიაში იგივე კითხვი და ბოლოს ნინოსთან შეკითხვაზე პასუხით დავასრულებ ჩვენს ეთერს თქვენ როგორ ფიქრობ დათო იმედაშვილს მინდა ვკითხო ანუ მაინც და მაინც ეროვნული ფორმით ჩვენისა საუკუნეებით მოტანილი ფორმებით უნდა წარვდგეთ მსოფლიოს ხო დაჩვენეთ თქვენ ახლა ბატონო თუ მოთხოვნაში დევს ნაციონალური ხო მაგრამ რაღაც ელემენტი იყოს შეიძლება ეს ფერში იყოს გადაწყვეტილი ხო ვნახეთ ფოტოები სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის ისტორიის დიდი ისტორიის მქონე ქვეყნების ანუ ჩვენ ხო მაგალითად შეერთებულ შტატებს არ ვცნობთ როგორც დიდი ისტორიის მქონე მაგრამ აი ევროპული ქვეყნების მაგალითად რომლებსაც ჰქონდათ არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები მიღება არ არის აუცილებელი მაგრამ ეს პრობლემა არის არა იმაში ეს ფორმა ვარგა თუ არ ვარგა პრობლემა არის იმაში თუ საკითხი როგორ წყვეტს კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურა საიტიდან იწყებს და რითი ამთავრებს ეს იმაზე ხო არ მეტყველებს რომ აი მარტო ოლიმპიური კომიტეტის თავშესახლელი ხომ არ გახდა მთელი რიგი თემები ის თემები რაზეც მთელი ქვეყანა და პოლიტიკა უნდა იყოს მომართული არაჩვეულებრივი ფორმა არსებობს კონკურსი ამაზე მაგარი არ არსებობს აცხადებ შემოდის წინადად ოღონდ ამ კონკურსს ისი აცხადებ რომ გაჩნდეს სურვილი მაშინ მონაწილეობის. ანუ შენ თუ გინდა რომ კარგი შედეგი მიიღო, უნდა გაუჩინო мотиваცია ჩვენს მართლა მაგარ დიზაინერებს, რომ მათ შექმნან ეს პროდუქტი და მაიმუნობა არ დაიწყოს. ეგება ძალიან მაგარი რაღაც გავიგე. აი, თუმცა კონკურსი როგორც ხერხი რომ ერთადერთი საშუალება მრავალფეროვანი წინადადებები შემოვიდეს, მეორე მხრივ მოიცავს რისკებსაც და ისიც ვაღიაროთ რა რეაქცია შეიძლება მოუყვეს ჩვენთან კონკურსის ჩატარებას, როდესაც რომელიღაცა ცნობილი სახის ნიმუში შეიძლება არ მიიღონ, სხვის მიიღონ. ხო, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ კონკურსებს რა შეეხება
კომისია ასევე ახლა ევროვიზიაზე კონკურსით გადის სიმღერები, მაგრამ რა შედეგებსაც ვიღებთ კარგად ნახულობთ. ანუ შევაფასოთ ისიც. თუმცა მე ვერ გეტყვი რომ ევროვიზიაზე ჩვენი რომელიმე წარმომადგენელი ხარისხობრივად ესეთი უხარისხო იყო როგორც ეს კოსტუმი. არა, შედარება არ არის რელევანტური ამ შემთხვევაში. ხო, თქვენ შეადარებთ და არა, მე შევედარე იმით რომ კონკურსი თავისთავად მაღალ შედეგს ანიშნავს. უბრალოდ ეს არის საშუალება რომ მეტი იქდია იქ გაზიარება. აუცილებელია რომ მაინც და მაინც ამ შევიტანოთ დებულებაში ცვლილება რომ კონკურსი ანუ სავალდებულო როცა არ არის არ მიმართეს და გასაგებია ზედმეტად არ არის სასურველია რა შეეხება ჩიხტიკობებს ახლა მიდით მითხარი და უნდა მოვასწრო და ჯისები ჩვენი მოგონილი არ არის ბუნებრივია რომ ის რაღაცა რაც ჩვენ ნაციონალური სამოსი გვაქვს და ნაციონალური კულტურა იქიდან გადმოდის თუმცა მე ერთ მაგალითს მოვიყვანდი წეგან არაოფიციალურ საუბარში ასე ვთქვათ სუხიშვილებმა მოახერხეს მოდერნში გადმოეტანათ ტრადიცია მართალი ლანძღველები ყავს, მაგრამ გაშარჟებული არ ყოფილა. მოდერნში გადმოეტანა ტრადიცია პირადად მე ყოველთვის აქტუალურია. მაშინაც როდესაც პირველად დადგეს და ყველა შედგა ფეხებით აქტუალურია. არა მარტო კოსტუმის, მათ მუსიკაში შეძლებს. ანუ ზუსტად საქმეში თანაც ინგა კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ტარდება შეჯიბრი რიოში სატარდება იმასაც აქვს მნიშვნელობა. ეს რომ ტარდებოდეს თქვა სომხეთში, რომელიც ასევე ჩვენი ტიპის კავკასიური კულტურაა და შემდეგ, როდესაც რიოში ტარდება, უნდა იყოს ალბათ რა. მე ამას PR სპეციალისტი დიზაინერში არა ვარ, PR სპეციალისტი და კონცეპტუალურად უნდა იყოს სწორი გადაწყვეტა. როგორ წავიდეს ნაციონალური ორნამენტი უნდა იყოს დამამძიმებელი თუ ელფერის სახე ქონდეს, ხო? ლაღი, ბედნიერი და მე გუში ყველა ამას განიხილავდა რომ მოწყენილი სახეები ქონდათო ჩვენ სპორტსმენებს მე ნინოთი უნდა დავასრულო დათო რა სიტყვით ვასრულებთ უკვე და ბოლო სათქმელი თქვენი ამ ეთერში რა არის სოლიდარობა ცოდნეს კარგი გიერთდები თაკო გისმენთ ხო აი მე წეგან ზუსტად იგივე ვთქვი აი ამ ყველაფერს ზუსტად პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ და იქნებოდა ყველაფერი რიგზე, იქნებოდა სინთეზი. ეხლა ახსენეს სუხიშვილები. დიახ, სოლიკო ვირსალაძე, ეს არის ეთნოგრაფია გაცოცხლებული ქორეოგრაფიაში. და ნიანიუ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ იცის უკან რა სკოლაა და ძალიან ფრთხილად უდგება ყველა შტრიხს და შეიძლებოდა ამ ყველაფრის თანამედროვეობაში შემოტანა, მაგრამ ამას სპორტსმენი არ უნდა არჩევდეს, ამას უნდა აკეთებდეს პროფესიონალ დიზაინერი. ეხლა ბოლო მინდა ვთქვა, დასანანია, რომ ვერაფერი ვეღარ შეიცვლება და კვლავ ჩვენ ორთქლი გამოვუშვით. ამიტომ მე ხა მე ვინდობ სპორტსმენებს, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან, მაგრამ ეს უნდა იყოს გაკვეთილი. დიახ. საბოლოო პური უნდა მეპურემ გამოაცხოს და გავუფრთხილდეთ მეტი პასუხისმგებლობით განს. იმიტომ რომ ცოტა ხანში კიდევ იმერო აღმოჩნდება ჩვენი შესანიშნავი ფანტასტიკური თამარა ბაკელიას, ოცხელის, სოლიკო ვირსალაძის ტრადიციებზე შექმნილი უნიკალური კოსტუმებით ჩვენი მეზობლები იმოგზაურებენ მსოფლიოში და ჩვენ ჭუბიწეიკებით წარმოჩინდება მადლობა თაკო მე დასრულდება კი ბატონო დიდი მადლობა მე მინდა ისევ ნინო სალუქვაძესთან გადავიდე და სწორედ ნინომ უნდა დაასრულოს ჩვენი დღევანდელი ეთერი ნინო ხელისუფლებაში ანუ ადამიანები ვისაც ეხება სპორტი, კულტურა, ვისაც ეხება ეს პოლიტიკის ეს მიმართულებები როგორც პოლიტიკის თუ აჩვენეთ ვინმეს თუ ნახა ვინმემ როდესაც საბოლოოდ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ აი ამ ნაციონალური ფორმით შემოსილები მივდიოდით ოლიმპიადაზე. სხვათა შორის პირველ პირებსაც ეცმევათ ეს ფორმა შეიკერა და დამზადდა მათთვის და ბატონმა მარგველაშვილმა იმ დღესაც დიდი კომპლიმენტებით შეგვაქორა, არ ვიცი. მე მგონი თვითონ სპორტსმენებს ეს ფორმა უხდებოდა. ეხლა ეს როგორ არის? მარგველაშვილი მაგ ფორმა. ეხლა ამბავი გაქვს ატეხილი და თვითონ მან და ასევე სხვა მთავრობის წევრებმაც არავის პრეტენზია არ აქვს. ანუ ანახეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება ტანსაცმელზე რაც იყო მიღებული რითიც უნდა წარსდგეთ ხელისუფლება არა სხვა რამეს ვამბობ კაცო სანამ ჩვენ ვნახავდით ამას ეთერში ანუ კულტურის ან სპორტის პოლიტიკის მესვეურებს თუ წარუდგინეს თქო როგორი ფორმით გამოვდივართ ჩვენი იქ ეს კითხვა დავსვი მთავრობისთვის ეს ჩვენ არ წარგვიდგენიათ, მაგრამ ისინი იყვნენ საქმის კურსში და ნახეს ეს ფორმები. იყვნენ საქმის კურსში, შეიკერა მათთვისაც.
აჰა, ანუ ისინი იყვნენ საქმის კურსში, რომ ფორმები იქნებოდა ესეთი. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც იყვნენ საქმის კურსში? საინტერესო პირველი პირი, მისი მეუღლე, ვისთვისაც იკერება ეს ფორმა. მადლობა ნინო და მე მინდა ვიდრე დავასრულებ ჩვენს გადაცემას, კიდევ ერთხელ გისურვო თქვენ და ყველა იმ სპორტსმენს ქართველს, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყნის სახელით, გისურვოთ უზარმაზარი წარმატება, გისურვოთ უზარმაზარი მიღწევები და ძალიან ბევრი გამარჯვება, ბევრი ოქრო და ეს კრიტიკა არის უბრალოდ უკვე არსებული საზოგადოების, უკვე საზოგადოებად ჩამოყალიბებული ჩვენი ქვეყნის კრიტიკა და ეს არანაირად არ ეხებოდა სპორტსმენებს. თქვენი ბოლო სათქმელი ამ ეთერში, ვიდრე გაემგზავრებით რიოში. მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში სხვა დიდი პრობლემებია და უფრო სერიოზული. იმას მივხედოთ, ის ვაკრიტიკოთ და ის დავალაგოთ. მე ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს გამთლიანებული, მშვიდობის მოყვარული და ძალიან ეკონომიკურად ძალიან ამაღლებული. ეს არის მთავარი. დავლოცავ ჩვენს ოლიმპიელებს, დავლოცავ გზას, უსურვებ წარმატებებს თავიანთ საქმეში და იფიქრო მხოლოდ თავიანთ გასაკეთებელს. და როდესაც ჩამოხვალთ რიოდან ოქროთი, ჩვენ დაგხვდებით იქ ბევრი აპლოდისმენტებით, გადავდოთ გვერდით ტანსაცმელი, რომელიც ბევრ ადამიანს არ მოგვეწონა და ჩვენ გვაქვს თქვენი გამარჯვების იმედი და იმდენი ოქრო იყოს, რომ იმ ქისებში არ ჩაეტიოს. კარგით, აი ესე ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ნინო, კიდევ ერთხელ წარმატებები. ნინო სალუქვაძე, დავით ოკიტაშვილი, თაკო ჩარკვიანი, დავით იმედაშვილი და არჩილ გამზარდია იყვნენ ჩვენი სტუმრები და ჩვენ მსჯელობდით ამბავზე, რომელმაც ქვეყანაში თითქმის სხვა ყველაფერი გადაფარა. ახლა კი ბიზნეს კონტრაქტის დრო ახლოვდება. მე გადავალ ამ შეკითხვით სანდრო ვეფხვაძესთან, რომელსაც მივესალმები, ვიდრე ანონს გააკეთებ სანდრო, ვინ გეყოლება სტუმრად, მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესო დებატებს გეგმავ. შენ თუ მოგეწონა ოლიმპიელების